Sakstat-ის მონაცემებით 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს ციხეებში 10124 პატიმარია განთავსებული, აქედან 9647 კაცია და 477 ქალი. პატიმართა რაოდენობა წლის განმავლობაში მზარდია. 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული იყო 8592 პირი. შესაბამისად, 7 თვეში პატიმრების რაოდენობა 1532-ით არის გაზრდილი. როგორც სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე წერს, გრდანის ციხეში დასაშვებ ლიმიტზე 432-ით მეტი პატიმარია. ქსნის ეგრეთ წოდებულ ზონაში დასაშვებ ლიმიტზე 251-ით მეტი. ქუთაისის ციხეში კი დასაშვებ ლიმიტზე 111-ით მეტი პატიმარია. გიორგი ბურჯანაძე ციხეებში პატიმრების რაოდენობის ზრდას სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირებს. მისი თქმით, ამდენი პატიმარი ერთად ციხეში 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა. გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს სპეციალური პენიტენციური სამსახური. უწყების მტკიცებით პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 12332-ს. 13 ოქტომბრის მდგომარეობით კი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საერთო ჯამში განთავსებულია 10528 ბრალდებული ან მსჯავრდებული. პენიტენციური სამსახურის განცხადებით კონკრეტულ ციხეებში განსაზღვრულზე მეტი რაოდენობის პატიმრების განთავსება მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების გარეშე შესაძლებელია. მოგვიანებით გიორგი ბურჯანაძემ დაწერა, რომ ამ განცხადებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ ოქტომბერში პატიმრების საერთო რაოდენობა 404 პატიმრით კიდევ გაიზარდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ მსჯავრდებულთა საშუალო რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა. მაგალითად, 2024 წლის სექტემბრისთვის მონაცემებით ბრალდებულ მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 10447-ს, ხოლო 2025 წლის ანალოგიური მონაცემებით კი 10445-ს. ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელია ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის განთავსება მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების გარეშე. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას უმნიშვნელოდ აღემატება ორ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა რაოდენობა. 2024 წლის სექტემბრის თვეში მიმღები პენიტენციურ დაწესებულებიდან სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებულ იქნა საერთო ჯამში 617 ბრალდებული ან მსჯავრდებული, აქედან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 127, ხოლო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში 480. ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით 100.000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ.